გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის ტრადიციული რუბრიკა კითხე ფსიქოლოგს. მე ვარ ახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. და ამ რუბრიკაში პასუხობ თქვენ შეკითხვებს, რომლებსაც თქვენ მიგზავნით პირად მიმოწერაში, ჩემს Facebook გვერდზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე. ასე რომ შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვა და აუცილებლად მიიღებთ პასუხს. ასევე ძალიან საგულისხმოა ის, რომ ზუსტად ის შეკითხვა, რომლის დასმაც ყველას ძალიან გერიდება, შეიძლება გახდეს თქვენი ფსიქოლოგიური გამოჯანსაღების გასაღები, თქვენი სიტუაციის, ასე ვთქვათ, კვანძის გახსნის პირველი ნაბიჯი. ამიტომ დამამად მომწერეთ. დღეს გვაქვს 5 შეკითხვა. ესე იგი, პირველი შეკითხვა: ვარ ნიჭიერი და ვერ ვიყენებ ჩემს ნიჭს. მაქვს მცირე ფინანსური შემოსავალი. არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ რომ ჩემი ნამუშევრები გავყიდო. ერთი პერიოდი მქონდა შეკვეთები ფოტოდან კარიკატურების. ისიც ერთჯერადად ჩავერთე თქვენს ფინანსურ წარმატების ვიდეოს და მაშინ გავყიდე ნამუშევრები. მერე შევწყვიტე და ეხლა არ ვიცი საიდან დავიწყო. ორი რაღაცა გაქვთ გასაკეთებელი. პირველი ფინანსური აზროვნების მოყვანა წესრიგში, რას გულისხმობს ეს მენტალური ფინანსური ბლოკებისგან გათავისუფლება, ემოციური ფინანსური ბლოკებისგან გათავისუფლება, ემოციური ხარჯვის ჩვევებისგან გათავისუფლება, სწორი ფინანსური მიზნების დასახვა, ასე ვთქვათ, შინაგანი ფინანსური სტანდარტის მოხსნა საერთოდ, რომ თქვენ ცნობიერ დონეზე თქვენმა ტვინმა იცოდეს, რომ თქვენთვის პრინციპში შესაძლებელია უსაზღვრო ფინანსური ზრდა. ვარ კონდეთ რაღაცა შინაგანად შეზღუდვები ამაზე დაწესებული. ერთი სიტყვით, ფინანსების ფსიქოლოგია გაქვთ მოსაყვანი ნორმაში. სხვა შორის ამას ვაკეთებ ზუსტად ფინანსური ზრდის მარათონზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩემს page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე. მეორე რაც გაქვთ გასაკეთებელი, ეს არის გაყიდვების ტრენინგის გავლა. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ რაღაცა კარგი გასაყიდი, თქვენი უნარი რაღაცა, ხო, თქვენი პროდუქტი, თქვენი ნამუშევრები, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ ამის გაყიდვა პროფესიონალურად. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებს, მაგრამ საერთოდ ვერ ახდენს ამის მონეტიზაციას, იმიტომ რომ გაყიდვა არ იცის. და გაყიდვა ეს არ არის რაღაცა უნიკალური ნიჭი, ეს არის ტექნოლოგია. შესაბამისად, შეგიძლიათ გაიაროთ რამე გაყიდვების ტრენინგი და შეიძინოთ ის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ იყოთ არა მხოლოდ ნიჭიერი, არამედ მოთხოვნადიც. მეორე შეკითხვა. პირადში არ მიმართლებს. სულ მანიპულატორები და ნარცისები მხვდებიან. ამასობაში დროც გადის. შესაძლოა აქ საქმე გვაქვს ასე ვთქვათ, ქვეცნობიერ სტანდარტებთან, არაჯანსაღ ქვეცნობიერ სტანდარტებთან, ანუ რას გულისხმობ ამაში. თუ ბავშვობაში დაახლოებით 7 წლამდე ასაკში ესეთი ტიპის ადამიანები გყავდათ თვალწინ, მაგალითად ოჯახში. შეიძლება ქვეცნობიერმა ეს დაგიწესათ როგორც ურთიერთობების სტანდარტი, ხო? ანუ რომ ურთიერთობები შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი, სადაც ასე ვთქვათ, გიწევს ურთიერთობა ნარცისებთან და მანიპულატორებთან. ცნობიერად გასაგებია, რომ თქვენ გსურთ ნორმალური პირადი ცხოვრება და ბუნებრივია ჩამოყალიბებულიც გაქვთ, ალბათ, თქვენი ხედვა იმისა, თუ რა არის ნორმალური ბედნიერი პირადი ცხოვრება. მაგრამ თქვენს ქვეცნობიერს სულ სხვა სამუშაო დავალება აქვს, გამომდინარე იქიდან ბავშვობაში რა ხდებოდა. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება, რომ მოგზანდეთ პირად კონსულტაციაზე და ეს თემა გავიაროთ, ასე ვთქვათ, აღმოვფხვრათ ის ქვეცნობიერი ბარიერები, რომლებიც არამც თუ არ გაძლევენ ნორმალური პირადი ცხოვრების შექმნას, არამედ აი პირდაპირ წარმოიდგინეთ, რომ პროგრამაა, რომელსაც შეგნებულად მიყავ ხარ
ისეთ სიტუაციებამდე, სადაც შეხვდება ან მანიპულატორი, ან ნარცისი. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი შესაძლებელია ასევე სადღაც ბავშვობაში განიცდიდით დისკომფორტს ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე ოჯახის წევრების სკანდალები, პრობლემები და ამ შემდეგ და ოჯახური ცხოვრების მიმართ ემოციურ დონეზე გიჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება. შესაბამისად, მე რეკვეცნობიერად გაურბიხარ ოჯახის შექმნას. ოჯახის შექმნას, ამ შვილის გაჩენას, მშობლობას და შემდეგ. იმისთვის რომ არ დაოჯახდე, იმისთვის რომ ასე ვთქვათ, ამ ნეგატიურ გარემოში არასდროს ამოყო თავი, გაუცნობიერებლად ირჩევ ისეთ პარტნიორებს, რომლებთანაც არანაირი გაგრძელება, ასე ვთქვათ, არ იქნება, ხო? ჩანსა. შესაბამისად, ეს პრობლემაც შეიძლება მოგვარდეს პირადი კონსულტაციის შედეგად. ამიტომ შეგიძლიათ Facebook-ში მიპოვოთ ჩემი page ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე და პირად მიმოწერაში მომწეროთ ამასთან დაკავშირებით. შემდეგი შეკითხვა. ერთ და იგივე სიზმრის რამდენჯერ მეტ დასიზმრება რას ნიშნავს? გააჩნია როგორ სიზმარი? თუ ეს არის დადებითი სიზმარი, სასიამოვნო, ან გესიზმრებათ ვიღაცა, ვინც თქვენთვის ასე ვთქვათ, რაღაცა მნიშვნელოვანი რესურსის ან თვისების დონორია, მომწოდებელი. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს სიზმარი გესიზმრება მაშინ, როდესაც ცხოვრებაში გაქვს ისეთ სიტუაციები, სადაც მხარდაჭერა გჭირდება შინაგან. ანუ დამატებით რესურსის მობილიზაციას აკეთებს ქვეცნობიერი. თუ ეს სიზმარი ნეგატიურ ემოციებთან არის დაკავშირებული, შესაძლოა საქმე გვაქვს გადაუმუშავებელ უარყოფით მოგონებასთან. მესამე ვარიანტი, რატო შეიძლება გესიზმრებოდეს ესეთი სიზმარი, თუ უსიამოვნოა და ეს განგაშის ატმოსფეროა ამ სიზმარში, შეიძლება შენი ქვეცნობიერი გამზადებს რაღაცა მომავალი უსიამოვნებებისთვის წინსწრებად, ხო, რომ ის უსიამოვნება რომ მოხდება, რომ მოულოდნელი არ იყოს, შოკი არ იყოს და ამიტომ სიზმარში გძაბავს, ასე ვთქვათ. და როდესაც ესე ნაწილობრივ დაძაბული ხდები აი ამ უსიამოვნებას, ხო, სავარაუდოდ უფრო დაცული ხარ. იმიტომ რომ მოულოდნელად არ ხდება ეს უსიამოვნო რაღაც. აი ესეთ მიზეზები შეიძლება გქონდეს. ღირს თუ არა ღალატზე გულწრფელი საუბარი მეუღლესთან. ამ შემთხვევაში ადამიანმა თვითონ უღალატა და არ იცის მოუყვეს თუ არა. აქ ერთმნიშვნელოვან პასუხს მე ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. თუ ეს ღალატი იყო რაღაცა ემოციური არეულობის შედეგი, მაგალითად, ხო? აი რომ ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ გეგონება გონება დამივნელდა და მე ამას ნანობთ, მაგალითად. და გსურთ მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამას მოუყვებით, ხო, თუ გაიგებს ამ ამბავს, მისი თქვენს მიმართ დამოკიდებულება სავარაუდოდ ისეთი კარგი ვეღარ იქნება, ვეღარასდროს. ამიტომ კარგად დაფიქრდით. თუ, ასე ვთქვათ, ეს ღალატი იყო არჩევანის შედეგი და გსურთ მეუღლესთან ურთიერთობის დასრულება, ხო? ნუ, აქაც დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ამის გამხელა, თუ არ გჭირდებათ, ასე ვთქვათ, თუ მაინც აპირებთ, რომ ადამიანს დაშორდეთ და არ გსურთ ზედმეტ ტკივილი მიაყენოთ, აქაც დაფიქრება გმართებთ. ამიტომ, ნუ, ერთ სიტყვით არ იჩქაროთ, დაფიქრდით ჯერ. დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. შემდეგი შეკითხვა. არსებობს რაიმე ფორმულა, როგორ მოვაწონოთ ადამიანს თავი? მოწონება გააჩნია, ხო? რას გულისხმობთ? მოწონება შეიძლება იყოს სექსუალური, მოწონება შეიძლება იყოს ემოციური, მოწონება შეიძლება იყოს პრაგმატული. მაგალითად, საქმიან ურთიერთობებში, ხო? ნუ, მოწონებაზე მოქმედებს იმ ფაქტორების წარმოჩენა, რომელიც მნიშვნელოვანია მეორე მხარისთვის, ასე ვთქვათ, მოდი ისე დავარქვათ, რომ სხვა ადამიანი მიხვდება, რომ შენ მას სჭირდები. რაღაცა სასარგებლო შეიძლება მიიღოს შენგან. თუ საუბარია სიყვარულზე, თუ საუბარია
ასე ვთქვათ, შეყვარებულობაზე, ხო? კაცის და ქალის შემთხვევაში სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე. კაცს ჯერ მოსწონს სექსუალური მხარე, გარეგნობა. არა მარტო გარეგნობა, ასე ვთქვათ, მთლიანად, ხო? როგორ გამოიყურები, როგორ ჟღერს შენი ხმა, სუნი, ასე ვთქვათ, შენი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ასევე მნიშვნელოვანი, ხო? ჯერ კაცს ჯერ უჩნდება სექსუალური ინტერესი. მერე თუ ეს სექსუალური ინტერესი სწრაფად არ კმაყოფილდება, ის, ასე ვთქვათ, ამჩნევს პიროვნებასაც, შემდეგ პიროვნულად მოწონხარ. თუ სექსუალურად უნდი ხარ, პიროვნულად მოეწონე, ეს გადაიზრდება მერე სიყვარულში. ქალის შემთხვევაში პირიქით არის. ჯერ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩნდება პიროვნული ინტერესი. თუ პიროვნული ინტერესი დაკმაყოფილდა და პიროვნულად მოეწონე, ამას მოყვება შემდეგ სექსუალური ინტერესი და შემდეგ ჩნდება შეყვარებულობა. იმისთვის, რომ ადამიანთან ღრმა ფსიქოლოგიური კონტაქტი დავამყაროთ და ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, მოვეწონოთ, შეგიძლიათ ასე ვთქვათ, მიმართოთ ესეთ საინტერესო ხერხს, რომ მისცეთ მას ინფორმაცია იმ ტემპში, რა ტემპშიც ადამიანი აზროვნებს, ამუშავებს, ხო? იმისთვის, რომ ამას მივხვდეთ, დააგვირდით, რა სიჩქარით საუბრობს ადამიანი. თუ თქვენ იგივე სიჩქარით დაელაპარაკებით, ხო, მაგალითად, სწრაფად საუბრობს, თქვენ სწრაფად ელაპარაკეთ, ნელა საუბრობს, თქვენც ნელა ესაუბრეთ. იმიტომ რომ თუ ადამიანი სწრაფად საუბრობს, ესე იგი ამ მომენტში სწრაფად აზროვნებს და დიდი რაოდენობით ინფორმაციას გადაამუშავებს და თუ თქვენ ამ შემთხვევაში ნელა ელაპარაკებით, მოსაწყენი ხდება თქვენთან საუბარი და თავის რაღაცეებზე იწყებს ფიქრს და შენ ვეღარც გამჩნევს. პირიქით, თუ ადამიანი საუბრობს ნელა და შენ ძალიან სწრაფად ელაპარაკები, ამ შემთხვევაში 2/3 უბრალოდ მის თავში არ შედის. და იმ შემთხვევაში, თუ ველაპარაკებით ადამიანს, თქვათ, მისი საუბრის ტემპში, ჩნდება ისეთი შეგრძნება და ისეთი ატმოსფერო ურთიერთობებში, რომ შენთან კომუნიკაცია არის ძალიან სასიამოვნო. აი, ასე ვთქვათ, მარტივი ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხანში ვაპირებ ძალიან საინტერესო ტრენინგის ჩატარებას, რომელსაც ქვია სიღრმისეული ტრანსფორმაცია. ეს არის ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ დავამუშავოთ, ასე ვთქვათ, შევცვალოთ, დავაპროექტოთ საკუთარი აზროვნება, იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უფრო შედეგიანი. როგორ ვიმუშავოთ საკუთარ ემოციებთან, როგორ ვიმუშავოთ საკუთარ სურვილებთან, ქცევებთან, როგორ გავთავისუფლდეთ, ასე ვთქვათ, საგვარეულო გენეტიკური დესტრუქციული პროგრამების დიქტატისგან და კიდევ ბევრი საინტერესო რამ. ეს იქნება დაახლოებით 2 თვიანი ტრენინგი და იქნება ძალიან სასარგებლო, როგორც ადამიანებისთვის, ვისაც არანაირი გამოცდილება არ აქვს, ასე ვთქვათ, ფსიქოტექნოლოგიებთან შეხებისა, ასევე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც ეს მიცემს დამატებით ინსტრუმენტებს, რომ უფრო კარგად აკეთონ ის საქმე, ასე ვთქვათ, რასაც ემსახურებიან. ასე დამგვარად გამოიწერეთ ეს არხი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი Facebook-ში, გვერდი ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე. გისურვებთ ყოველივე კარგს და მომავალ 4 შაბათამდე.